აი იმისთვის, რათა ეს კითხვები მე კიდე უფრო გავამარტივო, რამდენიმე რამე უნდა ვთქვა. როდესაც ფილოსოფია ჩაისახა აი ანტიკურობაში, მაშინ თვითონ ფილოსოფოსი არ აღნიშნავდა რაღაც პროფესიას, არამედ ფილოსოფოსი აღნიშნავდა განსაზღვრული ტიპის ადამიანს, სიბრძნის მოყვარე ადამიანს. და იმ პერიოდში ფილოსოფია წარმოადგენდა ცხოვრებისეულ პრაქტიკას. აი მაგალითად რომ ავიღოთ ისეთი ფილოსოფოსები, როგორებიც იყვნენ სოკრატე და პლატონი. ისინი უბრალოდ კი არ ფიქრობდნენ რაღაცას, არამედ ის ხდებოდნენ, ან ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ, რომ ის გამხდარიყვნენ, რასაც ფიქრობდნენ. თქვათ თუ სოკრატე ან პლატონი საუბრობს სამართლიანობაზე, მას სურს რომ თვითონ იყოს თავის ცხოვრებაში სამართლიანი. აი შემდგომ უკვე ახალ დროში მეცნიერებების გაჩენასთან ერთად აქ მეგულისხმობ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ფილოსოფია თანდათანობით დასცილდა ცხოვრების წესს და ის მოგვევლინა როგორც აკადემიური დისციპლინა. რაც შეეხება ჩვენს განსახილულ მამარდაშვილს, ის იყო უფრო ანტიკური ტიპის ფილოსოფოსი და შემთხვევითი არ არის რომ მას მე-20 საუკუნის სოკრატედაც კი მოიხსენიებდნენ ხოლმე. და მამარდაშვილთან ფილოსოფია წარმოადგენდა არა მხოლოდ პროფესიას და პროფესიულ საქმიანობას, რომელსაც ის ეწეოდა, არამედ მამარდაშვილი ფილოსოფიას ეწეოდა როგორც ცხოვრების წესს. და ჩვენ სწორედ ეს უნდა დავინახოთ მამარდაშვილთან როგორც ფილოსოფოსთან ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით სიღრმისეული ფილოსოფიური გამოცდილება. აზროვნების აკადემია გთავაზობთ საუბრების ციკლს მერაბ მამარდაშვილთან დაკავშირებით და ამ საუბრების ციკლის ფარგლებში მე უნდა გავუძღვე საუბარს სახელწოდებით ფილოსოფიური აქტის გამოცდილება მერაბ მამარდაშვილთან. აქ მე განვიხილავ ფილოსოფიას როგორც მოქმედებას და როგორც ცხოვრებისეულ მოვლენას მამარდაშვილთან და საფუძველმდებარე კითხვები იქნება ისეთი კითხვები, როგორებიცაა პირველ რიგში რა ნიშნები ახასიათებს საერთოდ ფილოსოფიურ აქტს, მერე თავად მამარდაშვილი როგორ აღწერს ფილოსოფიურ აქტს, ისევ მამარდაშვილის ტერმინები რომ დავემოწმო, როდის ვარდებით ფილოსოფიაში და როდის ამოვარდებით მისგან, რამდენად უსაფრთხო ამ აქტის განხორციელება, რა წინაპირობებია საჭირო მის განსახორციელებლად და რა გარანტიები არსებობს მის შესანარჩუნებლად და ბოლოს არის თუ არა ეს ფილოსოფიური გამოცდილება მუდმივი თუ ის წყვეტილი პროცესია.